ბათუმი ჯავახიშვილის და გიორგი ბრწყინვალეს კვეთა ამ ორი ქუჩის გზაჯვარედინზე ვარ ზუსტად და აი ნახეთ აქ დაგხვდა საცხობი ნიკალას ეზო. ბავშვებიც იყვნენ, ეთყობა სკოლიდან მოდიან და ხშირად მოდიან. რა თქმა უნდა, ზრდასრული ადამიანები, ყველა ვისაც უყვარს საცხობის პროდუქცია და ვინც ამ უბანშია, მოდის ამ ადგილას. აი აქედანაც ჩანს პრინციპში რა ხდება აქ. და ნამდვილად სუფთაა და გაფრთხილებული, მაგრამ აბა ქალბატონი მადონა რა სიტყვის იქნებ შიგნით რა ხდება? რასაც უყურებ, არის ძალიან ნათელი ტერიტორია, ჭერი მოპირკეთებულია, სწორი რაც არის აი სასანთლები რო ჩადებულია პლაფონებში და გამორიცხულია ის რომ ნატურა დაზიანდეს, გასკდეს და ასე შემდეგ და ჩაცვივდეს საკვებში, რასაც ქვია მექანიკური დაბინძურების რისკი გამორიცხულია. იატაკი მოწესრიგებულია, კარაქი ლღვება. პრინციპში თაროებზეა და პრეტენზია არ არის. არ მუშაობს მაცივარი? ტემპერატურას ვერ იჭერს მაცივარი და გამრთულია. კი ბატონო. მაშინ მე მაინტერესებს მაცივრები, რომელიც მუშაობს. მაცივარი არის სუფთა, მოწესრიგებული. კონტეინერებშია ყველაფერი მოთავსებული. თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ეს 7 დღის ხორცია? არ არის ეს 7 დღის ხორცი, ახალი ხორცია. სტიკერი მატყუებს ამ შემთხვევაში. ერთი დღის მოხმარების ვაკეთებ. კი ბატონო, თქვენი სახელი? რომან. ბატონო რომან, აი დააწერია ეტიკეტზე, ნახეთ? კი, შესაძლებელია ნამდვილად. და ქალბატონებო, კოვზი ეცადეთ, რომ არ დატოვოთ შიგნით. კოვზი დატოვება არ არის სწორი. და ერთი თხოვნამა კიდე აუცილებლად აი მაცივარი რომ გააწკრიალეთ, აი ესეც გამიწმინდეთ. მე უყურებ რომ ყველაფერი აბსოლუტურად აი გაგეხსნით არის ახალი, მაგრამ აუცილებელია რომ იყოს დასტიკერებული. აი ნახეთ სულ ახალია. კოვზის ჩატოვება რატომღაც თითქმის ყველა რესტორანში და ყველგან ხდება და აი ეს არის ერთ-ერთი დამაბინძურებელი, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ სწორად დაიხუროს ჰერმეტიულად თავსახური. კოვზიც არის მძიმე მეტალების ფაქტიურად დაბინძურების რისკი. აქედან გამომდინარე ჯობია რომ კოვზი ამოვიღო და ჰერმეტულად დავახუროთ თავი. მით უმეტეს კონტეინერი სრულიად მთელია, ახალია და ამის საშუალებას გვაძლევს. რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასტიკერებული, ნახეთ კიდე არა ჰერმეტულად დახურული. გასაგებია, კი, მივხვდი კოვზი. თავი რას გვიკეთებს? აი, ეს არის ზუსტად აი თუ კი არ არის ჰერმეტულად რამე დახურული თავზე, აი ჯვარედინის დაბინძურების რისკია მაშინ ამ შემთხვევაში. მე ვხედავ ნამცხრები გაქვთ ხო და საცხობის პროდუქცია, მაგარდა ამისა გაქვთ აი ეს სტაფილო კორეულად, პიცა და ასე შემდეგ. ესენი ზაკატი პიცა კი. ანუ ვინც აქ დაჯდება, იმას მოუტანთ, გასაგებია. აქ არის აი ესეთი ღია კაფე, აგერ ვხედავთ და მათ შეუძლიათ შეუკვეთონ პიცა, კარტოფილი, ქაშაყის შუბა, ლორი და ყველი და ასე შემდეგ. აი ეს კერძები. ოღონ აქ უნდა ჩამოჯდნენ. შიგნით არ არის არანაირი დარბაზი. უკვე შევათვალიერე, არის მხოლოდ საცხობის პროდუქცია. აი ეს არის, რაც ხედავთ, რასაც ხედავთ ვიტრინებში, ჩებურეკი ღირს 4 ლარი, 5 ლარი ღირს იმერული ხაჭაპური, არის სხვადასხვა ტიპის ღვეზელი და რა თქმა უნდა ხაჭაპურები და ასე შემდეგ. ახალი ღუმელებია, გაპრიალებული, გაწკრიალებული სუფთა. ზეთი გამოცვლილია. ყოველ დღე ცვლით ზეთს. აბსოლუტურად ყოველ დღე როგორც მეუბნებიან ზეთი იცვლება, სუფთავდება გამწოვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ჩამონაღვეთი მაინც ჯერჯერობით არ არის, მაგრამ რისკ ფაქტორი მაინც არსებობს და აი ყველაზე დიდი რაც შემიძლია მე თქვენ ამ წუთში მოგცეთ შენიშვნა ბატონო რომან და სასწრაფოდ ეს გამოასწორეთ, ეს შრომის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეს არის უდიდესი დანაშაული. ადამიანი რომელიც აქ მუშაობს მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი არის რისკის წინაშე. ძალიან გთხოვთ სასწრაფოდ გამოცვალეთ. ესეთი დააყენა და კი. ესეთი მეორე რომელსაც კი ბატონო, აუცილებლად. დიდი მოვიდა და კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო, გამოცვალეთ. ესეც ღუმელი არის. ეს არის ცომის გასაფრთხელებელი აპარატი. თავისი სტანდარტებით და ყველაფრით აბსოლუტურად. აქაც ნახეთ დახლზე დაპრიალებულია ყველაფერი. აი ამ ტილოს მე პირადად გავრეცხავდი. აი ეს
პერიოდულად გაწუწულია და მოვაშოროთ აქედან. ძალიან ლამაზია. დახლები, ნუ ახლა მომხარებელი რასაც ხედავს, ეს ყველგან მოწესრიგებულია და ჩვენ ძირითადად უფრო გვაინტერესებს ის ადგილები, სადაც მომხარებლის თვალი ვერ წდება. მე პირადად ობიექტი, სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა. ეხლა თქვენი ჯერია, თქვენ შეაფასეთ ობიექტი ჩემთან ერთად და რამდენად მოგეწონებათ თუ არ მოგეწონებათ, უკვე გავიგებთ კომენტარებში. ნამდვილად არ იყო ცუდი სურათი, პატარა შენიშვნები იყო, რომელიც ვიცით რომ გამოსწორებადია. პერსონალი არის ძალიან მეგობრული, მოწესრიგებული, მოგვეწონა. აი ვინც დავინახეთ და ვინც გაგვიცანით, ეს ქალბატონები არიან აშკარად სუფთა მოწესრიგებული ქალბატონები და რა თქმა უნდა ძალიან კარგია. ხშირად გვეკითხებიან, ნუ თუ კარგი ობიექტი არ არსებობს საქართველოში, როგორ არა, ძალიან ბევრი. შეგახსენებთ, რომ ჩვენ მუშაობთ დღეს ბათუმში, ეს არის ჯავახიშვილის ქუჩა, ნიკოლას ეზო.